მოგესალმებით. დღეს მე წარმოგიდგენთ როგორ გავასრულოთ კომპიუტერი ვირუსებისაგან. პირველ რიგში ესაც ვაკეთებ შევდივართ ფაილებში. ნახულობთ this PCs. მაგალითად ახლა შევდივარ მე C დისკზე. და აგერ ვნახულობ რაიმე ხო არა მაქვს რა. აი ანახას ვნახულობ ფოტოები ან ვიდეოები ხო არა მაქვს. ეს მუშაობაშია და აშუება. ხო რა. შემდეგ გადავდივართ local C დისკზე. ნახულობთ პროგრამ ფაილებში. აქ ნახავთ რაიმე უაზროდ ხო არ გაქვთ რაიმე ჩაწერილი და რომელსაც არ იყენებთ და უაზროდ უკავია დიდი რაოდენობა გიგაბაიტების. შემდეგ გადმოდიხართ და ნახულობთ ისევ პროგრამ ფაილს. ანუ მე ნახულობ აქ პროგრამ ფაილს x86 უნდა ნახოთ. და პროგრამ ფაილსი ამ პირიქით. აქაც ნახავთ რაიმე უაზროდ ხო არ გვაქვს ჩაწერილი. აი მაგალითად რედგიანტ ხო? რას აკეთებს ეს რედგიანტი? არ ვიცით? მაშინ ხელს არ ვახლებთ. ვნახულობთ რაღაცაში რა, ანუ ვნახულობთ რომელიმე ბრაუზერში რას ნიშნავს რედგიანტ. აი მაგალითად ნახოთ ახლა რა არის რედგიანტ. თუ არის რაიმე თამაში, უნდა წავშალოთ. წამიშევიდეს. და წერთ რედგიანტ. და ნახულობთ რა არის. ხო? თუ არაფერი არ მოაგვდო, ეს თამაშია. ანუ ეს არ ყოფილა თამაში და არ უნდა წავშალოთ. ხო, ანუ ეს არ ყოფილა თამაში და არც ვშლით. რადგან აქედან რაიმე რო ამოვშალოთ, ეგრევე წაიშლება მთლიანი Windows-ი. კაი, ეხლა შევდივართ local D დისკზე. თუ გაქვთ. აქაც ნახულობთ რაიმე უაზროდ ხო არ გაქვთ ჩაწერილი. შემდეგ შედიხართ ფიქჩურებში და აქაც ნახულობთ. აქ არ მაქვს მე უაზროდ რაიმე ჩაწერილი. ვიყენებ რაც მაქვს ჩაწერილი. ნახულობთ ასევე download-ებში. რას არ გჭირდებათ შლით. ასე წავშალოთ. აი მაგალითად აქ მე არ ვიყენებ რას არ ვიყენებ? თქვათ არ ვიყენებთ ამ რაღაც wallpapers ხო? წავშლით. დააწვევით ამას მონიშნავთ ესე მარჯვენა კლიკით მაუსის. არ დააწვევით აქ delete. დააწვევით shift delete. მაგრამ ეს მჭირდება. იმიტომ რომ მინდა რა, მაინც გიტარის მოყვარული ვარ. ხო, ამ ფაილებსაც დაძებნით. რაიმე უაზროდ ხო არ არის შიგნით ჩაწერილი და არ იყენებთ. აქაც capture-ში I Minecraft single player-ო. რაღაც ვიდეოა, ხო? უაზრო რაღაც ვიდეო. წავშლით shift delete. აი ესე დააწვევით და წაიშლება. ანალოგიურად უნდა ვნახოთ სხვა ფაილებშიც. ვიდეოების. აქ არ მგონია რაიმე მქონდეს. არც აქ.
და game recorder-ებში ვაფშე და ვაფშე. აი, desktop-ო. აი ეს რაღაცა უაზრობა მაქვს ჩაწერილი. და კიდე აი ეს რაღაცა უაზრობა. ხო? ამასაც წავშლით. იმიტომ რომ უაზროდ იკავებს 2 გიგაბაიტს. ასე აი ასე. Yes და ესე. ფოტოებში ნახავთ და ფოტოებში არაფერი არ მაქვს. ნახულობთ მიუზიკებში, ამას ვაფშე მე არ ვიყენებთ. ეს არის ჩემი არქის ფოტო, აი ეს. ამას მე არ ვიყენებ, მაგრამ არ წავშლი. იმიტომ არ მინდა წაიშალოს, აი არც ამას წავშლით. ანუ მე არ მინდა ესენი რომ წაიშალონ რა. ეს მინდა არ ვიყენებ ამას. აი ამას ეს კიდე არხზე მიყენია. კარგი. თქვათ აქ ყველაფერი დაასრულოთ, ამის ყველაფერის წაშლა, ხო? გადადიხართ desktop-ზე და წერთ Windows E. წერთ კი არა. აწვევით Windows-ის და R-ის ღილაკს. აქ წერთ MRT. ვირუსებისგან რო გასუფთავდეს. აი ესე. Full scan. და წაიშლება რა. ახლა მას უნდა დაველოდოთ. ეს მე არ მინდა. იმიტომ რომ delete უკვე გავაკეთე. შემდეგ წერთ ისე წერთ კი არა, ისე ვაწვევით Windows-ის და R-ის ღილაკს. აქ უნდა ნახოთ temp, %temp. უნდა ნახოთ %, უნდა დაწეროთ %temp. აქ რაც მუშაობაშია ისინი დარჩება და დააწვევით skips. და ეს ჩვეულებრივად წაიშლება. რასაც არ ვიყენებთ ამჟამად. შემდეგ ისე Windows R. ნახულობთ up data. აქ რასაც არ მინდა იმას წავშლი. ეს რედგიანთია, ანუ თამაშია თუ რა ჯანდაბა. მართლა არ ვიცი. მაგრამ რაღაცაა რა და არ წავშლი კომპიუტერისა. Minecraft-ი და launcher-ი მაქვს, მაგას არ ვეხედი. OBS Studio. OBS Studio-საც არ ვეხედი, მინდა მგონდეს Olivier რაღაცა მაქვს. წავშლით. Bootloader-ებიც არ მინდა. ეს რა ვიდეო ედიტორია. კარტონაში არა ვარ და წაშალოთ. Mozilla არ მინდა. ხო რა. მე რაც ამჭირდებოდა წავშალე. ეს იყო ჩვენი ეპიზოდი. თუ მოგეწონათ და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი. ხო და მე კიდე გნახავთ შემდეგში. კარგად.